ნარკოპოლიტიკის გამკაცრებას ჯანდაცვის კომიტეტმა მხარი დაუჭირა. ცვლილებებზე იმსჯელებენ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საუბარია რეგულაციების გამკაცრებაზე და ძირითადად ეს ეხება რეალიზატორებს. Მენი მიზანი არის რომ განსაკუთრებული სიმკაცრით დაისაჯოს ნარკოტიკების გამყიდველი ის ადამიანი, რომელიც სიკვდილს ყიდის და სვისის სიკვდილის და ჯანმრთელობის დაანგრევის ფასად ცდილობს რომ საკუთარი ბედნიერება მოაწყოს. მცირეოდენობის შემთხვევაში ნარკოტიკების გაყიდვის შემთხვევაში პასუხისმგებლობა იწყება 12 წლიდან, პატიმრობის სახით 12 წლიდან 20 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული ან უვადო პატიმრობა, დიდი ოდენობის შემთხვევაში 14 წლიდან 20 წლამდე პატიმრობა ან უვადო თავისუფლების აღკვეთა, ასევე განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემთხვევაში 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა. ვარ დღიანი ნებისმიერი იმ მოსაზრებისათვის, რომელიც მიზნად ისახავს, რომ დაიხვეწოს საკანონმდებლო ინიციატივა, მაგრამ ჩვენ ვიქნებით კატეგორიულად შეუვალები იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ცდილობენ, რომ თავიანთი პოლიტიკური ქულების დასაწერად სპეკულაციებს საუბრობენ მაგალითად მარიხუანასთან, კამცენარე კანაფთან დაკავშირებით და ამბობენ რომ რეპრესიული იქნება სახელმწიფოს მიდგომა. ალბათ არავისთვის არ არის ახლა სიახლეს არ ვიტყვი, რომ ჰეროინთან, კოკაინთან და მარიხუანასთან დაკავშირებული მიდგომები ერთი და იგივე ბუნებაში ვერ იქნება. სამწუხაროდ ჩვენ ვხედავთ, რომ თავსმოხვეული ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიას რომ ჩვენ ვუწოდებთ, ხდება პოპულარიზაცია განსაკუთრებით ახალ თაობაში, მათ შორის სამწუხაროდ არასრულ ზრუნებშიც, რომ განსაკუთრებული რომანტიზება მოხდეს ნარკოტიკების მოხმარებისა და სხვადასხვა ნარკოტიკებზეა აქ საუბარი და ჩვენ ამას ვებრძვით ზუსტად რომ არ უნდა იყოს რომანტიზებული ნარკოდამოკიდებულება ნარკოტიკების მოხმარება. ვაძლევთ ვადას 8 საათს. აი ამ 8 საათში 24 საათიან რეჟიმში მუშაობს ის დაწესებულებები, სადაც ადამიანმა უნდა გაიაროს გამოკვლევა თუ აქ შეიძლება რამე შეფერხებას ჰქონდეს ადგილი. 8 საათთან დაკავშირებით რა თქმა უნდა კიდევ შესაძლებელია მსჯელობის გაგრძელება მეორე მოსმენის ფარგლებში, იმიტომ რომ არის საშუალებები, რომელთა დაკავშირებითაც შეიძლება განსხვავებული დრო არსებობდეს. როდესაც უფლებების ჩამორთმევაზე, თუნდაც იარაღის, ტრანსპორტის რაღაც პერიოდით საუბრობ, შეეხება თუ არა ეს ეგრეთ წოდებული მეტადონის მოხმარებლებს. დაგითხრათ, რომ აქ საუბარი არის ნარკოტიკული საშუალებების უკანონო მოხმარებაზე და არა ვთქვათ არა ექიმის დანიშნულებით განსაზღვრულ საშუალებებზე. თუ პოლიციას დათანხმდება მოქალაქე გადაყვება, მისთვის ასე ვთქვათ, ამ ცნობის აღება და ამ ტესტის ჩაბარება იქნება უფასო. სხვა შემთხვევაში თუ თავად იტყვის უარს და იმ 8 საათიან შეღაბაც ასე ვთქვათ გამოიყენებს, უკვე იქნება ფასიანი მომსახურება და თუ ეს 8 საათიანი ვადა დაირღვა და მან შესაბამისი დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინა შესაბამისი ტესტი, უკვე განსაზღვრება იქიდან გამომდინარე სისხლის სამართალი იქნება თუ ადმინისტრაციული კოდექსი, რაც განისაზღვრება უკვე წარმოდგენილი კანონპროექტით და კიდევ ერთი ეს რომ დამიზუსტოთ დეტალურად რო გითხრათ, რომ ჩვენც და საზოგადოებაც იცოდეს რას გულისხმობს 55 მუხლის იმისათვის რომ ადამიანს მიმართოს ზოგადად სამართალდამცავ, ამისთვის აუცილებელია რომ პირს გარეგნული ან ქცევითი მახასიათებელი უნდა ქმნიდეს საკმარის ვარაუდს იმისათვის რომ პირი იმყოფება ნარკოტიკული საშუალების თრობის ქვეშ. 45 პრიმა მუხლი განსაზღვრავს მარიხუანის წერანი კანაფის მოხმარებას და ეს ორი მუხლი ერთმანეთისგან განსხვავებულია. ცალკე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცალკე არის განსაზღვრული სხვა ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, ხოლო მარიხუანასთან დაკავშირებით ცალკეა.